Shalom, მეგობრებო, მოგესალმებით. ყველას ვაგზავნებ ჩვენი საინტერესო თემების განხილვას და როგორც იცით, დღეს არის იომ იერუშალაიმ, ანუ იერუსალიმის დღე. აგრეთვე დღეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი. მაგრამ თქვენ მინდა იცოდეთ, რომ იერუსალიმის დღე ეს არ არის 26 მაისი, ეს არის 28 იანი. უბრალოდ დაემთხვა მოძრავი კალენდარია ივრითულში და დღეს ისე მოხდა, რომ დღეს ეს ორი ერი აღნიშნავს ძალიან უნიკალურ დღესასწაულს. 26 მაისზე დღეს, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვილაპარაკებთ ამის. ყველა ისტორია, ყველა ქართულმა ძალიან კარგად იცით. ამიტომ მე თავს არ მოგაწყებთ, მე არ ვარ საქართველოს ისტორიკოსი, მაგრამ მე ვარ ბიბლიის და ეგზეგეტიკი. და აქედან გამომდინარე, ჩემთვის იერუსალიმის დღე ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან საინტერესოა. ებრაელები ამას ამბობენ Хаг Самеах Йом Yerushalayim. ეს ამბობენ ებრაელები ამას ებრაულ ენაზე, უნივერსალური მილოცვა არის იერუსალიმის დღესთან დაკავშირებით და მე მინდა რამოდენიმე ასპექტ შევეხო იერუსალიმის მნიშვნელობას, რატოა ბიბლიურად ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ვიცოდეთ იერუსალიმზე. დავით ხამელეხი, ანუ დავით მეფე, მეფსალმუნე თავის თეხილიმში, კერძოდ ეს არის 121 ფსალმუნი, თუ არ მღალატობს მეხსიერება, მაგრამ მოდი ერთად შევამოწმოთ, რათა არ ვიმარჩიელოთ 121 ფსალმუნის მე-6 მოხდა. სწორად მახსოვს ეს იქ მადლობა გამჩენს. 121 თეხილიმი, ივრითულად თეხილიმი არის იგივე ფსალმუნები. ფსალმუნების მე-6 მოხში ასე მოდის: ილოცეთ იერუსალიმის მშვიდობისათვის და უზრუნველად იყვნენ შენი მოყვარულები. ილოცეთ იერუსალიმის მშვიდობისათვის. ივრითულად აქ არის სიტყვა გამოყენებული ლოცვას, აი ქართულში ცოტა ლოცვათან ათარგმნა, მაგრამ ივრითული სიტყვა რომელიც არის შალ ვე იერუშალაიმ, შალომ, ასეა. შალ შალომ ვე იერუშალაიმ, ივრითულად ასეა ეს ტექსტი. თხოვს ეს ლოცვა არ არის, ეს არის აი როგორ გითხრათ, ეს არის გამოსთხოვო ღმერთს რაღაცა. ანუ იერუსალიმისათვის, მშვიდობისათვის ეს ასე არ არის, ჩვენ ვთქვათ, რომ აი ღმერთო, ილოცე და всё, ილოცე მშვიდობა იყოს, ეს ასე არ არის. გამოსთხოვო ნიშნავს, რომ შენ მთელი გული და სულით გწადია შენ ეს და ამიტომაც გამოსთხოვე ღმერთს შეღაღალდი, რომ იერუსალიმში იყოს მშვიდობა. იერუსალიმი ეს მსოფლიო დედაქალაქია, შემოკარგებოდა. თალმუდში ესეთი ტექსტი არსებობს. 10 საოცრება მიცა ღმერთმა მსოფლიოს და აქედან 9 იერუსალიმს და მე ამას რა თქმა უნდა ვეთანხმები. იერუსალიმი ძალიან მნიშვნელოვანია და მეორე სახელი რაც იერუსალიმს ქვია ბიბლიაში, ბიბლია მას უწოდებს სიონს. ანუ ივრითულად ციონ ნიშნავს გამოყოფილს და აგრეთვე მომაღლებულსაც ნიშნავს. ბუკვალურად ზუსტი თარგმანი არავინ არ იცის, მაგრამ ბიბლია გვაძლევს მინიშნებით ტექსტები გვეუბნება ბიბლიის ტექსტები მიგვანიშნებს, რომ ციონი ეს არის გამოყოფილი, მომაღლებული ადგილი და თალმუდისტები ამბობენ, რომ ციონ ეს ნიშნავს სათა სამეფო სადაც არის, სათა სასუფლებელი სადაც არის. მე პრინციპში ამ იდეას ვეთანხმები, იმიტომ რომ მალხუთ ხეშამაი, რომელსაც იესო ქრისტე განავრცელდა, იეშუა ხამაშიახი, ანუ სათა სასუფლებლს, რომელსაც გადაგებდა, მოიაზრებს ამ იერუსალიმის მთელ კონცეფციებს, სიონს მოიცავს. შემოკარგებო, ჩვენ უნდა გვესმოდეთ სიონი როგორც ფიზიკური გამოვლინება, როგორც იერუსალიმი მატერიალურ სამყაროში ისრაელის დედაქალაქი, ასევე იერუშალაიმის სულიერი მხარე. ადგილი, სადაც ღმერთი იმყოფება. იერუსალიმი არის ჩვენი გულები. თვითონ სიტყვა იერუშალაიმ ძალიან საინტერესო განმარტება აქვს სიტყვა იერუსალიმსაც. იერუშალაიმ ითარგმნება როგორც მშვიდობის ქალაქი, ასევე სრულყოფილების ქალაქი, სავსების ქალაქი. შალემ ეს არის სავსება, ავსება, სრულყოფილება, სავსება, აქედან სიტყვა წამოსული შადაი, ანუ ელ შადაი, ღმერთი, სისავსეს ღმერთი, ყოვლის შემდგარ ღმერთი, ვთქვათ.
და მეორე იერუშალაიმ, შალომ, მშვიდობის ქალაქი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიტყვა შალომი ეს ძალიან დიდი კონცეფციის სიტყვაა და მე არაერთი ვიდეო მაქვს გაკეთებული სიტყვა შალომის განმარტებაზე და აღარ დაგლით ახლა თქვენ ამ სიტყვის განმარტებაზე, მაგრამ მე რა მინდა ვთქვა ამ ყველაფერზე, როდესაც ჩვენ ვამბობთ რატომ უნდა ილოცოს მორწმუნე იერუსალიმზე. ჩემო კარგებო, ძალიან ცუდი ტენდენცია წამოვიდა საქართველოში და ეს რატომღაც ახლავს პატარა ქვეყნებს ეს მესიანური ნატვრები, აი რომ თითქოს პატარა ერია და ამიტომაც ის გამორჩეულია ეს დრამია არის. არ ვიცი ეს ქართველებსაც ახასიათებს, სომხებსაც ახასიათებს, რუსებსაც ახასიათებს. რომ აი თვითონ ისინი რაღაცა წილხვედრი რაღაც გამორჩეული, ისინი ცდილობენ რომ იესო ქრისტეს მიაწეფონ რომ ის ქართველი იყო, სახარება და ბიბლია ეს თურმე დაიწერა ქართულ ენაზე, მაგრამ ამ ხალხს ყოველთვის ვეუბნები ესეთ რამეს, რომ თუ არსებობს ქართულად დაწერილი ტექსტი ბიბლიის, რომელიც ებრაულზე ადრეა, მაშინ მე დავიჯერებ თქვენ სიტყვებს. მაგრამ თუ არ არსებობს ჰაერიდან როგორ გჯერებთ ხალხო ასეთი ზღაპრების 21 საუკუნეში სირცხვილია ესეთი რამის გაკეთება და რაღაცა გაკეთება. მაშასე რას ამბობს ესაია 62 თავი. სულ 12 მუხლია და მინდა წაგიკითხოთ და მინდა რომ ყველამ ჩაცდოთ ამ საოცარ სიტყვებს. არ დავდუმდებდი სიონის გამო და არ დავშვიდდები ისრაელის გამო. ვიდრე ნათელივით არ გამომწყდება მისი სიმართლე და ანთებული ჩირაღდანივით მისი ხსნა. ეს ღმერთი პირდება ისრაელს, სიონს, იერუსალიმს და თელ ისრაელს. ერები დაინახავენ შენს სიმართლეს და ყველა მეფე შენს დიდებას. ახალ სახელს გიწოდებს, რომელსაც უფლის ბაგე გამოაცხადებს. ეს დგება, როდესაც იეშუა ამაშიახი ბრუნდება, მესია, რომელიც ბრუნდება, ანუ ჩვენი ცხებული მხსნელის დაბრუნების შემდეგ ხდება ეს ყველაფერი. ნახეთ რა ხდება. ებრაელების ერის ისტორია ესა და ღმერთი ებრაელ ერს ეუბნება, რომ იმიტომ აგირჩიეთ, არა იმიტომ, რომ პატარა ერი ხართო. არა, ან დიდი ერი ხართო. არა. იმიტომ აგირჩიეთ, რომ მე შევფიცე თქვენს მამებსო. აბრაჰამს შევფიცა ღმერთმა, რომ მისი თესლიდან წამოვიდა დიდი ერი. როგორც მატერიალური გამოვლინება, ბუკვალურად ებრაელი ერის, ასევე სულიერი გამოვლინება, სულიერი შვილები აბრაამის, ვინც ჩვენ მივიღეთ იეშუა ჰამაშიახი, ანუ მხსნელი ცხებული, ქართულად ჩემო კარგებო, იესო ქრისტე ბუკვალურად ითარგმნება მხსნელი ცხებული, ცხებული მხსნელი. ქართულს ჩვენ ძალიან კარგი შესატყვისი სახელი გვაქვს ამის, რომ არ ავიღოთ ბერძნულიდან მაგალითად არაფრის მომცემი სიტყვა იესო ქრისტე. ბერძნულად არაფერს არ ნიშნავს იესო ქრისტე. ქართულად ნიშნავს მხსნელს და ცხებულსაც. ქართულში აქვს დატვირთვა, როგორც ივრითულშიც. მაგრამ ბერძნულში ეს არაფერს არ ნიშნავს, უბრალოდ სახელის ტრანსლიტერაცია და მე მგონი არ იქნება ცუდი, რომ ჩვენიც ქართველებმაც დავიწყოთ ესეთი თქმა იესო ქრისტეს უწოდოთ ჩვენი ცხებული მხსნელი. რადგანაც ის მართლა ჩვენი ცხებული მხსნელია. მართლა მან ის იყო იმისათვის ცხებული, რომ ჩვენ დავიხსენებთ ჩვენი ცოდვებისაგან. აღარ გადავუხვიოთ თემას, ისე დაუბრუნდეთ იერუსალიმს. რატოა მნიშვნელოვანი იერუსალიმი? რატო ითხოვს დავითი ლოცვას იერუსალიმზე? ისტორიის მანძილზე იერუსალიმს გადაიტანა 1000-ზე მეტი ომი. 1000-ზე მეტჯერ მოხდა იერუსალიმი ალყაში, 1000-ზე მეტჯერ მოხდა მისი დაანგრევა, დარბევა. თქვენ წარმოგიდგენიათ რა აქვს გადატანილი იერუსალიმს. მაგრამ როგორც 2000 წლის უკან ცხოვრობდა იქ ებრაელები, დღესაც ებრაელები ცხოვრობენ. რატო? რაბი აკივას იყო ესეთი ძალიან ცნობილი რაბი აკივას იმპერატორმა ადრიანემ ესეთი შეკითხვა დაუსვა. არსებობს თუ არა ღმერთია? რაბი აკივა უთხრა, რა თქმა უნდა არსებობს. შეხედეთ ებრაელებს. რამდენი საუკუნეა, 20 საუკუნეზე მეტია ებრაელები დევნაში იყვნენ.
20 საუკუნეზე მეტია ებრაელები იყვნენ დევნაში. არც ერთს არ გადახტო მე ისეთი დევნა როგორც ებრაელი არის. ჩვენ გვიყვარს ქართველებს, ჩვენ იმდენი რამე გადავიტანით, კი გეთახმებით გადავიტანით, მაგრამ ნუ ცდილობთ ებრაელებს შეეჯიბოთ ამაში. მოდი სიყვარულში შეეჯიბოთ ებრაელებს და არა იმაში, რომ თქვენ უფრო რამეთი მაგრები ხართ. ეს არასწორია ჩემო კარგებო და არასწორი მიდგომაა. 20 საუკუნის მანძილზე ებრაელები იყვნენ დევნაში, მაგრამ ამ 20 საუკუნის მანძილზე ებრაელებმა შეინარჩუნეს თავიანთი ენა, თავიანთი თორა და თავიანთი მიწა. დაიბრუნეს. ეს სასწაულია, ეს უფლის სასწაულია. და ამ სასწაულს ჩვენ გვამცნობს მისი წმინდა წერილებიდან გამომდინარე სიტყვა, რომელიც არის ესაია წინასწარმეტყველის 62 თავი. გასაოცარი ტექსტია და მინდა რომ წაგიკითხოთ და დაინახოთ, ჩაცდეთ იმას, თუ რაოდენ უფრთხილდება ღმერთი ისრაელს და სიონს. შვენიერების გვირგვინად იქნები უფლის ხელში და სამეფო შარავანდენად შენი ღმერთის მარჯვენაში. გახსოვთ რაც ნიშნავს ისაელის 12 ტომი. მარჯვნივ დაждომას ნიშნავს, ღმერთთან მარჯვნივ ყოფნას ნიშნავს, რომელიც ასევე იესო ქრისტეზე მიუთითებდა. აღარ იტყვიან შენზე მიტოვებულს, ისრაელი იყო მიტოვებული 2000 წელი. და უყურეთ ნახე. და შენს ქვეყანაზე უკაცრიელს, ის უკაცრიელი იყო. მთელი 20 საუკუნის მანძილზე მარკ ტვენი როდესაც მოგზაურობდა ისრაელში, მან აღწერა და ესეთი სიტყვები თქვა, რომ 200-300 კილომეტრის მანძილზე არაფერი არ იყო მთელს ისრაელში. აგერ თუ იგერ ბედუინები თუ იყო აქა-იქ თუ წარმოიდგინეთ. არამედ ჩემი სასურველი გეწოდება შენ და შენს ქვეყანას გათხოვილი, რადგან სასურველი ხარ უფლისათვის და მასზე იქნები გათხოვილი ქვეყანა შენი. ანუ ისრაელი ეს ღმერთის საპატარძლოა, იესო ქრისტეს საპატარძლოა. როგორც ჭაბუკი ქორწინდება ქალწულზე, ისე იქორწინებს შენზე შენი ძენი და როგორც ნეფე ხარობს პატარძლზე, ისე გაიხარებს შენზე შენი ღმერთია. უშაკებს დავადგენ შენს გალავანზე იერუსალიმ, არასოდეს დადუნდებიან ისინი არც დღისით, არც ღამით, უფლის გამხსენებელო, ნუ დადუნდებით. უფლის გუშაკებს დავაყენებ შენს გალავანზე. ეს გუშაკები ყველა ჩვენ მორწმუნე ხალხი ვართ, ვისაც დავითი მოუწოდებს. გამოსთხოვეთ იერუსალიმისათვის მშვიდობაო. ესაა ეს სიტყვები, ესაიას სიტყვები, რომელიც იმეორებს დავითის ფსალმოს გახსნა და ამას გვეუბნება ჩვენ. ნუ დადუნდებით, ნუ მოასვენებთ მას, სანამ არ განამტკიცებს, სანამ ქებად არ აქცევს იერუსალიმის ქვეყანაზე. თავის მარჯვენა დაიფიცა უფალმა და მკლავი და თავის ძლიერების აღარასოდეს მივსამ შენს მტერს, შენს ხორბალს, საჭმელს და ვეღარ დალევენ უცხოტომენი შენს მაჭარს, რომელზეც იშომე. რადგან მისი მომკელი შეჭამენ მას და უფალს შეაქებენ, მისი მკრეფელი შესვამენ მას ჩემი საწმინდალის ეზოში. გაიარეთ კარიბჭეები, გაუმზადეთ სავალი ხალხს, მოასწორეთ გზა, გაასუფთავეთ ქვებისაგან, ბაიარაღები აღმართეთ ხალხებისათვის. ახა ქვეყნის კიდემდე გამოაცხადა უფალმა, უთხარით სიონის ასულს, აჰა მოვიდა შენი ხსნა, აჰა მისი საზღაული მასალა და მისი გასამჯელო მის წინაშეა. დაუწოდებენ მათ წმინდა ხალხს უფლის მიერ გამოწყობილ, შენ კი მოძებნილი მიუტოვებელი ქალაქი დაგერქნება. მიუტოვებელი ქალაქი დაგერქნება. ამ ისრაელ ხარ და ამ იდეას თავაზობს რომაელთა წერილებში პავლე მოციქული მე-11 თავის 25 მუხლში. ნახეთ როგორ ამბობს. რადგან არ მინდა ძმანო, რომ არ იცოდეთ ეს საიდუმლო. ეს საიდუმლო იყო ღმერთმა დაფარა, ეს დაუფარა ეკლესიას ეს გარკვეული პერიოდი. ეს საიდუმლო რათა არ ეყნობოდეს თქვენი სიბრძნეს. ნაწილობრივ სიჯუტე მოუხდა ისრაელს, ვიდრე წარმართა სისავსე არ მიუაღმერთა. და ესე გადარჩება მთელი ისრაელი, როგორც წერია, მოვა სიონიდან ხსნელი და უღმერთოვებას ასცენს იაკობს. ეს არის ჩემი აღთქმა მათთვის, როცა წარხოცავ მათ სოდრებს. პავლე მოციქული იმეორებს იმ სიტყვებს ფაქტიურად, რაც თქვა ესაიამ.
ამიტომაა ძალიან მნიშვნელოვანი ჩემო კარგებო, მორწმუნე ადამიანი არ იყოს ანტისემიტი. მორწმუნე და ანტისემიტი ეს ორი შეუთავსებელი რამეა ერთმანეთისაგან. როგორც ცეცხლი და წყალი ვერ შეეთავსება ერთმანეთს, ასეა მორწმუნე და ანტისემიტი. ეს შეუთავსებელია, ეს არ არსებობს. ეს ბუნებაში არ არსებობს ესეთი რამე. მორწმუნეს ვისაც ჯერა ბიბლიის ღვთისმსულიერების, ვინც აღიარეს ბიბლიის ღვთისმსულიერებას, მას უნდა უყვარდეს ებრაელი ერიც და გულში ამოტვიფრულად უნდა კონდეს დამახსოვრებული, რომ იერუსალიმის უფლის ქალაქია და იქ დაბრუნდება ცხებული მხსნელი მეორეჯერ. ელეონის მთაზე, როგორც მოციქულებს უთხრა ანგელოზმა, იესო ქრისტე, რომელსაც თქვენ ხედავთ ამაღლებულ ზეცად, ასევე ჩამოვა ზეციდან ელეონის მთაზე. ხაგ სამეახ იომ იერუშალაიმი. გილოცავთ იერუსალიმის დღეს და აგრეთვე გილოცავთ თქვენ საქართველოს 26 მაისს. და უფალი ფარავდეს ამ ორ ერს და ამ ორ ერს შორის კიდევ უფრო გაძლიერდეს ერთმანეთთან ურთიერთობა, სიყვარული და პატივისცემა. დაიმახსოვრეთ ერთი რამე, ვინც ამბობს, რომ ქრისტიანია და ის გამოდის ისრაელის წინააღმდეგ, გამოდის ებრაელი ხალხის წინააღმდეგ, იგონებს 1000 გვარ სისულელეებს, ის არ არის მორწმუნე. ის არის ორი რამ შეიძლება, უბიცი იდიოტი და მეორე ნაყიდი ნაძირალა. ზუსტად ამ სიტყვებს ვამბობ. ის არის ფულით ნაყიდი ნაძირალა, ვინც ამბობს, რომ მორწმუნე ვარო და ამ დროს ებრაელები ძულს და ამ დროს ძულს ისრაელი და ამ დროს იძახის free Palestine. ორი შემთხვევა, ან უბიცი იდიოტია, ყველაზე კეთილ შემთხვევაში უბიცი იდიოტია, მეორე შემთხვევაში ფულით ნაყიდი ნაძირალა, რაც ყველაზე ვარ ესე და ესეთ ადამიანს ჯობი არ დაბადებულიო. რადგანაც ის რომ მოვა ძალიან მწარე პასუხის გაცემა მოუწევს. მაშასე, გაგრძელება იქნება, ვიყურეთ, ხაგ სამეახ, იერუშალაიმი.